მებრძოლი, მსახიობი, სექსოლოგი, ტრეშ-თოკერი და უბრალოდ ყველაზე გიჟი ცხოველი ამ პლანეტაზე Quinton Rampage Jackson. ქალებს, ბავშვებს და ნამეტანს დილობიან ადამიანებს შეუძლიათ ეს ვიდეო ეხლავე გამოტოვონ, იმიტომ რომ დღეს მე Rampage-ის ყველა სიტყვას გადავთარგმნი სიტყვით. Quinton-ი არის უნიკალური ძალის პატრონი, რომელიც ძალიან მაგრად ბრძოლობდა Pride-ში, მერე გადმოვიდა UFC-ში, გახდა UFC-ის ჩემპიონი და დღეს ჩვენ ვნახავთ მის ყველა ბრძოლას, თავისი მარცხებით, თავისი გამარჯვებებით, თავისი ყველაზე გიჟური ტრეშ-თოკებით, ფილმიდან მონაკვეთებით და მოკლედ ვიდეო იქნება ძალიან გრძელი, მოკალათით ეკრანებთან, გისურვებთ კარგ სასიამოვნო ყურებას, მე კიდევ ვიწყებ. გაიცანით, ამ პლანეტაზე ყველაზე გიჟი მებრძოლი Quinton Rampage Jackson. და შენ ასე ნაკლად მეუბნები, რომ ვასოს არხი არ გაქვს გამოწერილი დღემდე. დამშვიდი მე ხოსაგიჟე ჩიჯექი, იქ არ მქონდა YouTube-ი, ხვალვე გამოიწერ. ეხლა შენი პირი თქვი, რომ ხვალ გამოიწერ. ანუ არც დღეს, არც 5 წუთში, არც ეხლავე, ხვალ? კიდე რა პრობლემაა? პრობლემა მაშინ იქნება, როდესაც შენი ხერხემალი დატოვებს შენს ხელს, გამოვაპროჭიდან ჩაგხედავს თვალებში და გეტყვის, რატომ მომეკეცე ესე ჯონ? დაწყნარდით, ყველა გამოიწერს ვასოს არხს, ჯობი ეხლა უყუროთ ვიდეოს. Quinton Jackson-ი დაიბადა 1978 წელს ქალაქ მემფისში. მას რთული ბავშვობა ჰქონდა, ბიჭუნა მამის გარეშე იზრდებოდა, ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებდა. Jackson-ი ბავშვობიდანვე განგსტერივით იზრდებოდა. ადრეულ ასაკიდან დაიწყო აკრძალული ნივთიერების მოხმარება და გაყიდვა, თავისი ბიზნესის დასაცავად კი მუდმივად უწევდა ხელჩართული ჩხუბი ქუჩაში. მისი ერთადერთი გასართობი, რომელიც დღემდე პრიორიტეტში არის, იყო ქალები და კომპიუტერული თამაშები. Quinton-ის საყვარელი თამაში იყო შერეული ორთაბრძოლები და არკადები, სადაც მგლის პერსონაჟი ირჩევდა და სწორედ იმ დროიდან მას შეარქვეს Rampage, რაც ნიშნავს მრისხანეს. დედაჩემი იხსენებს, რომ მე ბავშვობიდანვე ვჩხუბობდი. მაშინაც კი, როდესაც პამპერსებში ვიყავი. ჩემს ნათესავს ვატერორებდი და ყოველ დღე ვცემდი. ერთხელ ბებიამ თქვა, რომ უნდა თავისი შვილიშვილები გახდნენ წარმატებული ბიზნესმენები. რაზეც დედამ კითხა, Quinton-ზეც ასე ფიქრობო? ბებია ჩემი შემოტრიალ და ჩამხედა თვალებში და თქვა, არა, ეს ციხეში დალპებაო. Rampage მართლაც ციხეში მოხვდებოდა, რომ არა ჭიდაობა. მოხდა ისე, რომ Quinton დაინტერესდა რესლინგით. გადავიდა სასწავლებლად სხვა სკოლაში, უფრო პრესტიჟულ რაიონში და ჭიდაობის მეშვეობით დაანება თავი აკრძალულ პრეპარატებს, დაიწყო სწავლა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. სკოლის დამთავრების მერე Quinton-მა კოლეჯში ჩააბარა, მაგ დროს ის უკვე მაგრად ჭიდაობდა და ემზადებოდა სერიოზულ შეჯიბრებებისთვის, თუმცა ერთ დღეს მის სასწავლებელში უთანხმოება მოუვიდა, სადაც მან ისე სცემა ერთი ბიჭი, რომ ის საავადმყოფოში ძლივს მოასულიერეს. საქმე სასამართლომდე მივიდა, მაგრამ მას მწვრთნელმა უშველა. ჩაუდგა თავდებში, თუმცა რესლინგის კარიერა ამით დასრულდა. მაგ დროს ჩემმა მწვრთნელმა შემომთავაზა ენერგიის დახარჯვა MMA-ში. მაგ პერიოდში შერეული ორთაბრძოლები არც თუ ისე პოპულარული იყო. ძირითადად ბრძოლობდნენ თეთრკანიანები. მწვრთნელს შევეკითხე, ანუ მე შემიძლია ამ სპორტში თეთრკანიანების სცემა და მე ამის გამო არავინ არაფერს მიზავს? ისეთი გამისწორდა ეს ინფორმაცია, თითქოს მე მშიერი ძაღლი ვიყავი და მწვრთნელმა თეთრკანიანის ბარკალი მესროლა. სანამ Rampage პროფესიონალებში იჩხუბებდა, მან რამოდენიმე არაოფიციალურ სამოყვარულო ბრძოლა ჩაატარა, რომ დარწმუნდა, რომ ძალიან მაგარ ხოძე არის. 1999 წელს ის იღებს მონაწილეობას პროფესიონალურ MMA-ში. 2 წლის განმავლობაში ის პროფესიონალებში 7 ბრძოლას ჩაატარებს, საიდანაც 6 ბრძოლას მოიგებს, იმერცაც მსაჯების გადაწყვეტილებით წააგებს, დაბინავდება მოკლედ King of the Cage-ის პრომოუშენში და აი ყველა ბრძოლა ვერ ნახეთ, მაგრამ მოდით განვიხილოთ ბოლო 4 ბრძოლა, რის მერეც ის მოხდა Pride-ში. 2001 წლის 18 თებერვალს Quinton-ი Dave Taylor-ს ხვდება. მაგ დროისათვის Quinton-ს 6 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა. Taylor-ისთვის კი ეს სადებიუტო შეხვედრა იყო, რის მერეც მან ეგრევე დაასრულა თავისი კარიერა. Jackson-ს ამ შეხვედრაში თავისი მეტოქე მთელი პირველი რაუნდი ყავდა დაგდებული და ცემდა მას პარტერში. რაუნდის ბოლოს Taylor-ი ისეთი ნაცემი იყო, რომ მწვრთნელმა ის მეორე რაუნდში აღარ გაუშვა და თეთრი პირსახოცი გადმოაგდო ოქტაგონში. Taylor's got to move. He's got to create a scramble. He can't stay down. He's going to get punished. There we go. You're right, Steve. The more and more this goes on, he's going to continue the same chance for Knee to the head. That's not the way. Knees to the head. I think this is a danger. Larry Landless on top of the action. The way Larry Landless is looking over, I think they can block by Quinton Rampage Jackson. This was outmatched. ორ თვეში Jackson-ი ხვდება Rocco Hendersons. მან შეხვედრა ეგრევე ეფექტური გდებით დაიწყო. ამილეთის მერე ჯერ მეტოქე კარგად პარტერში დაღეჭა, მერე ააყენა ის და სახით ჩაარჭო ოქტაგონში, სადაც რაუნდის ბოლომდე არ ასვენებდა თავის მეტოქეს. Rampage ხან Henderson-ის ხელის მოგლეჯვას ცდილობდა, ხან გაგუდვას და აუცილებლად მიაღწევდა თავისას, თუმცა გაისმა გონგის ხმა.
მეორე რაუნდიც ანალოგიურად დაიწყო. ჯექსონმა მეტოქე ეფექტურად სლემით ჩაარჭო მიწაში და მალევე გაუჭიმა ულამაზესი კიმურა. Oh, that's nasty. Ligaments in his shoulder. You see how he keeps ripping it? ამ ბრძოლის მერე 22 დღეში რემპეიჯი კიდევ ერთ შეხვედრას იგებს პირველივე რაუნდში. სამწუხაროდ ეს ვიდეო ვერ მოვიძიე და 2001 წლის 17 ივნისს მან მიიღო გამოწვევა კენეთ უილიამსისგან. შეხვედრა დაიწყო კლინჩით, სადაც მებრძოლები ერთმანეთის კორპუსის განადგურებით იყვნენ დაკავებულები პირველი წუთი და შემდეგ ჯექსონმა გადაიყვანა უილიამსი მიწაზე, დაამუშავა ის კარგად პარტერში და ბოლოს დაახრჩო ის. So he really doesn't have the leverage to lean back and sink that choke. Holding on for the choke. It looks like he's about to get it. Starting to arch his back. Tap. There it is. პარალელურად ბრძოლებთან ერთად რემპეიჯი ასწავლიდა კაცებს ქალების დაკერვას. დღეს გასწავლით ქალების დაკერვას. დაგითხრიე. ეხლა სხვა დროა პატარავ. $2001-ში კვინტონ ჯექსონი აფორმებს კონტრაქტს მაგდროისათვის ყველაზე პოპულარულ და სასტიკ პრომოუშენთან. პრაიჩი მაგდროს 93 კილოგრამში ბინადრობდნენ ისეთი მონსტრები, როგორიც არის ვანდერლეი სილვა, დენ ჰენდერსონი, კაზუში საკურაბა და ბევრი სხვა. ხოდა სწორედ რომ ადგილობრივ ვარსკვლავს კაზუში საკურაბას პრაიდმა ვერ მოუძებნა ოპონენტი და ერთი თვით ადრე შესთავაზა ბრძოლა ჩვენი გადაცემის გმირს. რემპეიჯი არ იყო მომზადებული სათანადოდ, მაგრამ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, თან იმ დროს ის იაპონელი გოგონების ფანი იყო და უსიტყვოდ დათანხმდა შეხვედრას. იაპონიაში აეროპორტში ჩასვლისთანავე მას სპეცრაზმი დახვდა, რომელმაც იქვე დააკავა ის და ცემაცემით იზოლატორში ჩასვა. როგორც გაირკვა, მაგ დღეს იაპონიის პოლიციაში ანონიმური ზარი შემოვიდა. ვიღაც უცნობი პირი იძახდა, რომ რემპეიჯ ჯექსონი შეიარაღებულია და ამზადებს ტერორისტულ აქტს. სანამ ამ საქმეში პრაიდი ჩაერია, კვინტონი 24 საათის განმავლობაში იაპონელ კაი ბიჭებთან რამსაობდა და ციხიდან სერიოზული ინფორმაცია გამოიტანა, თუ სად ბინადრობენ ამ ქვეყანაში ყველაზე ლამაზი გოგოები. პირველი ბრძოლა პრაიჩი მეუნა ჩამეტარებინა ამ პრომოუშენის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი იაპონელთან, საკურაბასთან. თავიდან ორგანიზაციას უდოდა ჩემ გუნდელთან კონტრაქტის გაფორმება. მას კრის ბრენანი ქვია. მერე გადაწყვიტეს ჩემი ჩასმა. კრისი კი ამ ბრძოლას დააზღვევდა. ანუ თუ მე გზაში მოვიტეხავდი ფეხს, ან იაპონელ ქალებთან ბევრი სექსის გამო გარდავიცვლებოდი, ან კიდევ დამიჭერდნენ, ჩემს მაგივრად ისი ბრძოლებდა. კრის ბრენანი იყო პოლიციელების ტრენერი. ის მათ ყველას ავარჯიშებდა ჩემ თვალწინ. კრისმა დარეკა პოლიციაში თუ სხვა, მე ამას ვერ დავამტკიცებ. თქვენ თვითონ გამოიტანეთ აზრი. საკურაბა ამ ორგანიზაციაში ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავედ, რომელმაც გადაუარა გრეისის სკოლის წარმომადგენლებს. მოიგო 12 ბრძოლა პრაიჩი და მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა. ერთი ვანდერლეი სილვასთან და მეორე იგორ ვოვჩანჩინთან. ფორმაში ჩამოხვედი იაპონიაში მზად ხარ გამარჯვებისთვის. ნუ იმის მიუხედავად რომ ვიჯექი ციხეში და მერე გავათენე ბორდოში, თავს კარგად გრძნობ. 2 წელიწადში პრაიჩი შენ თავს როგორ ხედავ? ეხლა ვარ 23 წლის. 2 წელიწადში ჩემს თავს ხედავ 25 წლისას. ამ შეხვედრაზე კვინტონი თავის ტრადიციულ ჯაჭვში ამოვიდა. მოგეხსენებათ, ამ პრომოუშენში პირველი რაუნდი 10 წუთს გრძელდება. მიუხედავად გათენილი ღამეების, რემპეიჯი მაინც დატენილი იყო. მან საკურაბა პირველივე წუთზე სლემით ისეთი დაანარცხა მიწაზე, რომ ბევრი ამ გდების მერე ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებდა შეხვედრას. ერთი მომენტი იაპონელმა ამერიკელის კისერზე სამკუთხედი შეკრა, მაგრამ ჯექსონმა ის კიდევ ერთხელ აწია და ორჯერ ჩაარჭო რინგში, სადაც გააგრძელა პარტერში კონტროლი. ამ დომინაციაში იაპონელმა მაინც შეძლო ჯექსონის ხელზე არმბარის გაჭიმა, მაგრამ ხარივი ძლიერ კვინტონმა ის თავისი ილეთიანად აწია და ცდილობდა საკურაბას რინგიდან გადაგდებას. ჩანდა, რომ კვინტონ ჯექსონი ბევრად აღემატებოდა თავის მეტოქეს, მაგრამ გამოცდილ საკურაბამ ყველასათვის მოულოდნელად მე-6 წუთზე აღმოჩნდა რემპეიჯის ზურგზე, საიდანაც მან ის გაგუდა. Quentin Rampage Jackson. ერთ თვეში გაბრაზებული ჯექსონი გადის თავის რიგით მეორე ბრძოლაზე პრაიჩი იუკი იშიკავასთან. ამ შერკინების პირველი 10 წუთიანი მონაკვეთი ჯექსონმა ეგრევე აგრესიული ჩეხაობით დაიწყო და მიაყოლა იმ წამსვე ეფექტური გდება. პარტერში მან იაპონელს გადაუარა, ხან თავში მუხლებს ურტყავდა, ხან ღვიძლში და მეორე წუთის ბოლოს რემპეიჯმა ის ფეხზე ააყენა და ბრუტალურად გაუშვა იაპონელი ბუდასთან აუდიენციაზე.
ამავე 2001 23 დეკემბერს რემპეიჯი შეხვდა დაიძირო მაცუის. მან თავის მეტოქეზე ისეთი ტენა მუხლი კვერცხებში, რომ იაპონელი უშვილობის დიაგნოზით საკაცით გაიტანეს საავადმყოფოში პირდაპირ. კვინტოს კი დისკვალიფიკაცია გაუფორმეს და ეს შეხვედრა მარცხში ჩაუთვალეს. სანამ რემპეიჯს სამთვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა პრაიდისგან, მან მიიღო მონაწილეობა კიკბოქსინგში და შეხვდა ფრანგ სპორტსმენს სირილ აბადის. აბადი სერიოზული მებრძოლი იყო, 2000 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი მუაი-თაიში, საფრანგეთის ჩემპიონატზე კიკბოქსინგში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე იყო კაერთის ფინალისტი და სამოყვარულო კრივში მძიმე წონაში საფრანგეთის ჩემპიონი. ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენის წინააღმდეგ რემპეიჯს თითქოს არ ჰქონდა შანსი თან თავისთვის ახალ სპორტის სახეობაში, მაგრამ ჯექსონმა თავისი მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში ჯერ დაანოკდაუნა და მერე დაანოკაუტა კიდევაც. დისკვალიფიკაციის გასვლისთანავე ჯექსონი უბრუნდება პრაიდს და ხვდება მორიგ იაპონელს. მასაკი სატაკი კარგი მებრძოლი იყო, მაგრამ კვინტონმა ის ტრადიციულად რაუნდის დასაწყისშივე ეფექტური სლემით ჩაარჭოის რინგში და 5 წუთის განმავლობაში მას პარტერში ღეჭავდა. რემპეიჯი თავისი მეტოქის სახეზე მუხლებით ხტუნაობდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ბოლოს მან იაპონელი წამოაყენა ულამაზესი სუპლექსით, ისევ დააბრუნა მიწაზე და უმოწყალოდ დააფინიშა. Scooted him back to the center of the ring in this position. Oh, this is a very smart technique. He had the misfortune. Okay, there Quinton is just as he's side knee. Oh, look at those. This is beautiful. I never saw knees like this. It's going to be a slam. Oh, you know, Sataki doesn't move. There's something wrong. He landed. Oh, what a victory. დღეში კვინტონ ჯექსონი ისევ რინგზე იდგა, ოღონდ King of the Cages პრომოუშენში შონ გრეის წინააღმდეგ. მან თავისი მეტოქე დატანჯა 2 რაუნდის განმავლობაში და მესამე რაუნდის დასაწყისშივე დაანოკაუტა. Fight is almost over here. It's over. It's over. It's over. Quinton Rampage Jackson. ამავე წლის 29 სექტემბერს რემპეიჯი ხვდება იგორ ვოვჩანჩინს. უკრაინელი ძველი სკოლის წარმომადგენელი იყო, ის მაშინ ჩხუბობდა, როცა MMA-ს ეძახდნენ ბრძოლა წესების გარეშე. იაპონიაში უკრაინელს ცივსისხლიან მკვლელს ეძახდნენ, რომელიც თავის ბრძოლებს უმეტესად ნოკაუტით იგებდა. ვოვჩანჩინი შენი პირველი ასეთი სერიოზული მძიმე წონასამია, როგორ ფიქრობ, ის შენთვის სახიფათოა? კი, თვლი რომ სახიფათო მეტოქია, ის დიდია, სწრაფია, მოქნილი და ძლიერი, მაგრამ მე წინ გადავდგავ ნაბიჯს და დედას მოუტყნავ მას. დავიღალე ამ ქაღალდის იაპონელებთან ჩხუბით. ერთხელ მე საუკეთესო ვიქნები ამ ტოპ-10-ში. Но не надо меня пугать после перерыва. შეგიძლია ჩვენ ყველას გვაჩვენო, როგორ აპირებ იგორის დაფინიშებას? მართლა გინდა გაჩვენო? კი, მაჩვენე, მომეცი ეგ ჯაჭვი. რა მძიმეა. აი შემოხედე, აი ასე და დამთავრდება ყველაფერი. ეგრევე დასრულდება. Bye, Professor. Hopefully it won't have any cursing. Please don't hit me. Igor's going to say, you know, dude, sorry, I'm Russian. I can't read English. Sorry, wait. Jack. იმ მომენტში რა ეწერა იმ ბურთზე, მართლა არ ვიცოდი. ეს მებრძოლების ფსიქოლოგიური ხრიკებია და მას ეს გამოვიდა. ბრძოლის დროს ფიქრობდი ნეტა რა ეწერა იქ. შეხვედრა რომ დამთავრდა, ეს ტექსტი გადავათარგმნინე. თურმე წერილი იყო დედამისისგან, იქ ეწერა: იგორ შვილო, ძალიან არ დამისახიჩ, რომ ჩემი ბიჭი ის ამით პურის ფულს შოულობს და ბოლოს პატივისცემით კვინტონის დედა. მართლა არ ვიცი რა მოხდებოდა ამ წერილის შინაარსი თავიდან რომ ცოდნოდა. რაუნდი დაიწყო შეტაკებით. სპორტსმენები კლინჩში ჩაეხუდნენ ერთმანეთს და ასე მდგომარეობაში რამოდენიმე ხანი უსინჯავდნენ ერთმანეთს გვერდების გამძლეობას. საჯმა რამოდენიმე ხანში გააშველა ეს საქორწინო ცეკვა, დააყენა ისინი ერთმანეთის პირისპირ და აი აქ ვოვჩანჩინი აფეთქდა. გაუტარა რემპეიჯს უძლიერესი ჰაიკიკი, ყბაში მიაყოლა დარტყმები და ვამპირივით ეცა მას ჰელიოტინით ყელზე. მაგრამ ჯექსონმა ის აწია თავისი ილეთით და ცხოვრებისეული პრობლემებით და ჩაარჭო სარივით რინგში.
2 წუთზე მეტხანს დომინირებდა კვინტონი პარტერში. მან თავისი მოწინააღმდეგე დალეწა მიწაზე და აი ამ დროს, როდესაც ყველას ეგონა, რომ უკრაინელის გამძლეობის წუთები ამოიწურა, ის მოულოდნელად გაორბის რემპეიჯს პარტერიდან და თითქოს ახერხებს თავდასხმას. მაგრამ მორიგი სლემი, როგორც ბრძოლის მერე გავიგებთ, ამ გდებით ოჩანჩინი ნექსტს მოიტეხს, მაგრამ მან ეს აფექტში ვერ იგრძნო. რემპეიჯმა თავისი მეტოქე რინგის კუთხეში მიაყუჩა და დაიწყო თავისი უროებით მისი განადგურება. ბოლოს პარტერში, როდესაც უკრაინელმა გაიაზრა, რომ ყველაფერი ცუდად არის, ჯექსონმა უძლიერესი დარტყმით გვერდში მას მეორე ნეკნი მოტეხა. და აი ასეთი დასახიჩრებით მან მოუგო ეს შეხვედრა პრაიდის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს. გულახდილი ვიქნები, მე ეს ბრძოლა მივიღე 3 კვირით ადრე. მართალია ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად, მაგრამ მაინც ფორმაში ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიკვირდა ეს შეხვედრა რომ მოვიგე. ვინც არის ის ვინ არის ოჩანჩინი, გეტყვით რომ ის უკრაინელი ცხოველია, რომელმაც პრაიდში ყველას გადაუარა და ყველასთან იგებდა ნოკაუტით. სწორედ ამიტომ მე გამიკვირდა ეს გამარჯვება. ის კაი ტიპია. ამასობაში სირილ აბადიმ მოითხოვა რევანში რემპეიჯთან კიკბოქსინგში. მან არაწყენინა ფრანკს მიიღო ეს გამოწვევა, თან კაი ჰონორარის სანაცვლოდ ეს შეხვედრა კაი ვარჯიში იქნებოდა კევინ რენდელმანთან ბრძოლის წინ. ჯექსონმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო ეს შეხვედრა. შემდეგი იყო ცხონებული კევინ რენდელმანი. სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ემელიანენკო ულამაზესი გდებით ჩაარჭა ოქტაგონში. რენდელმანის ბრძოლის სტილი წააგავდა რემპეიჯისას. ორივე იყო აგრესიული მებრძოლი და ორივე იყო უმაღლესი კლასის მოჭიდავე. 6 წუთის განმავლობაში ერთმანეთს სპორტსმენებმა ვერაფერი მოუხერხეს. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ეჭიდავებიან ერთმანეთს ორი უმაღლესი მოჭიდავე. ისინი ძირითადად იდგნენ კლიჩში, სადაც ზოგჯერ რაღაცა აქტივობას ახერხებდნენ, მაგრამ საჯმა რამოდენიმეჯერ ისინი გააშველა და ბოლოს ორივეს გაფრთხილება გაუფორმა დაბალი აქტივობის გამო და აი იმ მომენტში რემპეიჯი დაიქოქა. მან უძლიერესი მუხლით და ზედმიყოლებული დარტყმების კომბინაციით წააქცია რენდელმანი და მალევე ბრუტალურად დააფინიშა ის. Okay, it's on. That's what I'm talking about, folks. You see Kevin Redwood here, scheduled for June. That's going to be the People do, you know, when you see interviews with the people that be playing. Okay, and now something completely different. Yeah, he really speaks his mind. He always speaks his mind. Look at it. 2003 წლის ზაფხულს ჯაჭვიანი მგელი ხვდება რუსეთის წარმომადგენელს. მიხაილ ილუხინი იყო რუსეთის სამბოს წარმომადგენელი და ეს მისი სადებიუტო ბრძოლა იყო პრაიდში. ამ შეხვედრას ისევ ის რეფერი მსაჯობდა, რომელმაც რენდელმანთან ბრძოლის დროს რემპეიჯს ყვითელი ბარათი აუწია. ხო და ეს ყვითელი ბარათი ჯექსონმა მსაჯს უკან დაუბრუნა და შეხვედრა დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ რუსი ვიზუალურად შედარებით დიდი იყო, კვინტონს არ გაუჭირდა რაუნდის დასაწყისშივე მისი ცხვირით ჩარჭობა მიწაში. ერთი მომენტი რუსმა რემპეიჯი ძალიან სახიფათო ჰელიოტინაში მოაყოლა, მაგრამ ამერიკელმა ის ჩამოიფერთხა. როგორც კი შეხვედრა დაუბრუნდა ვერტიკალურ მდგომარეობას, რემპეიჯმა მიშას ისე უმოწყალოდ დაესხა თავს, რომ კინაღამ გადააგდო რინგიდან. შემდეგ იყო კიდევ ერთი თავდასხმა ჯექსონის შესრულებით, მან წააქცია მეტოქე, მაგრამ არ გაყვა პარტერში. რუსი ტეიქდაუნში ეძებდა შველას, მაგრამ იქაც მას ამერიკელის მუხლი დახვდა თავში. ბოლოს რემპეიჯმა მიშიკო ძირს გადაიყვანა, სადაც დაიწყო მისი დამუშავება მუხლებით. რუსმა ვერ გაუძლო ამ დომინაციას და დანებდა. To the body. That's what he should do. That's what. Oh, he's down. He's down. Deliverable. It was the right knee. და 2003 წლის 10 აგვისტოს UFC-ს მოქმედი და პირველი ჩემპიონი 93 კილოგრამში გადმოდის პრაიდში და ხვდება კვინტონ ჯექსონს. მურლიო ბუსტამანტე მაგ დროს გახდა UFC-ს ჩემპიონი. მერე დაიცვა კამარი მეტ ლინდლენთან და მზად იყო მოესინჯა ძალები პრაიდშიც. ბუსტამანტეს თავის კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა და ისაც ლეგენდარულ ჩაკ ლიდელთან მსაჯების გადაწყვეტილებით. ეს შეხვედრა ატარებდა პრაიდის გრან-პრის სახელს, ამიტომ ორივე მებრძოლისთვის აქ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქ გამარჯვებული გახდებოდა გრან-პრის ნახევარფინალისტი.
ფინალისტი. ეს იყო Rampage-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამარჯვება. ბუსტამანტე ამართლებდა თავის სტატუსს და შავ ქამარს ჯიუ-ჯიტსუში. შეხვედრა სამივე რაუნდს გრძელდებოდა, სადაც აღმოჩნდა, რომ ჯექსონი უკეთესი იყო და მან ეს ბრძოლა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო და მოიპოვა გრან-პრის ნახევარფინალში ბრძოლის უფლება ჩაკ ლიდელთან. ჩაკ ლიდელი იყო UFC-ის მებრძოლი, რომელიც პრაიდში სპეციალურად გამოუშვა დანა უაითმა ტურნირში მონაწილეობისათვის. სანამ ლიდელი ჯექსონს შეხვდებოდა, მან გრან-პრის მეოთხედ ფინალში დაანოკაუტა ალისტარ ოვერინი. In this 10-minute round, came out with a lot of adrenaline. Looks like he's out there too. Two rights, two rights, three rights. Could be the end of the fight. Hurt. Look down. Now. The forehead did most of the damage, and look at that right there. Friend Summer, who I'm sure is much happier to get the message right now. 2003 წლის 9 ნოემბერს ჩაკ ლიდელი და კვინტონ ჯექსონი ერთმანეთს შეხვდნენ პრაიდის გრან-პრის ნახევარფინალში. ამ შერკინებაში გამარჯვებული იბრძოლებდა გრან-პრის ტიტულზე ფინალში. პირველი რაუნდი ამ შერკინებაში იყო ტრადიციულად 10 წუთიანი. UFC-ის მომავალ ჩემპიონმა რაუნდი დაიწყო დისტანციიდან ჯექსონის დაცხრილვით. შემდეგ Rampage-ის ჩაერთო კონტრშეტევაზე და ბრძოლა გაგრძელდა ეფექტური ჩხუბით დგომში, სადაც ვერ გამოარჩევდი რომელიმე ლიდერს. ამ 10 წუთიანი რაუნდის პირველი ნახევარი იყო თანაბარი და სანახაობრივი ბრძოლა. მეორე ნახევარში კი Rampage შედარებით უფრო ეფექტური იყო და დამაზიანებელი. Just there's a good left and a right. Nice. An exchange. Left and the jab. They got there now. Picking him up. There goes. It's crazy. Appreciation by the fans here at the Tokyo Dome. And there's a knee. All right. The leg. It's a single leg. And he takes him down. And there it is. კვინტონ ჯექსონმა გააგრძელა მეორე რაუნდში დომინაცია. მან დარტყმების კომბინაციით წააქცია ლიდელი და დაიწყო მისი განადგურება პარტერში. Rampage-მა იმდენ ხანს ურტყა UFC-ის მებრძოლს პარტერში, რომ ჩაკ ლიდელის კუთხემ თეთრი პისახოცი გადმოაგდო რინგზე და ჯექსონმა ეს შეხვედრა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო, რითიც მოიპოვა ფინალში ბრძოლის უფლება იმ საღამოსვე ვანდერლეი სილვასთან. ყველაფერი პრაიდის პრეზიდენტს და ჩემს შორის დაიწყო. ის ტექნიკურად აჯობდა UFC-ის მებრძოლებს. მე უთხარით, მოდით შევახვედროთ თქვენი ჩემპიონი ვანდერლეი სილვა ჩაკ ლიდელს. ამ ჩხუბის ნახვა ყველას უნდა, მაგრამ ამაზე უარი მივიღე. სამაგიეროდ პრეზიდენტმა შემომთავაზა ჩემი საუკეთესო მებრძოლის მონაწილეობა პრაიდის გრან-პრიში. მე დავთანხმდი და ტურნირში მონაწილეობისთვის ჩაკ ლიდელი გაუშვი, რადგან ის ნამდვილი მონსტრია, რომელიც სოფიანი ძაღლებით ჩხუბობს. წარმოიდგინეთ, ამ ჩხუბის მერე იმ საღამოს ვხვდები ამ პლანეტაზე ყველაზე ძლიერ მებრძოლს. ვანდერლეი სილვამ ჩვენი გადაცემის გმირი დაანოკაუტა და არ მისცა საშუალება გამხდარიყო გრან-პრის ჩემპიონი. ამაზე მაქვს ნასაუბრები ვრცლად ჩემს ვიდეოში და რომ დაასრულებთ ამ ვიდეოს ყურებას, გადადით ჩემს არხზე და ვანდერლეი სილვას ისტორიას გაესანით. ამ მარცხის მერე ჯექსონმა თავისი ხასიათის დაწყნარება გადაწყვიტა იაპონელ გოგონებთან. ის ნამდვილი განაყოფიერების ღმერთივით ყველა მანდილოსთან საზრეოდა შანსს, ყველა მათგანს ყოლოდა პატარა Rampage-ი. ეს ჩემთვის ძალიან პატარა ტრუსია, დიდი მაქვს. რა ხელა? აი ამ ხელა. მოვიტან საზოვრს და ჩემი ხელით გავზობოთ. ახალი ტრუსების შეძენის შემდეგ ტესტოსტერონ გამოცვლილი ჯექსონი 2003 წლის 31 დეკემბერს უბრუნდება პრაიდის რინგს, სადაც ხვდება იკუიშა მინოვას. ბრძოლის დაწყებისთანავე იაპონელმა მოახერხა ჯექსონის წაქცევა, მაგრამ მიუხედავად ამისა Rampage-ი მაინც მოაჯდა იაპონელს ზემოდან. მერე მან ააყენა მეტოქე და სლემით ჩაარჭო ის სარივით ოქტაგონში. მინოვასთვის ეს პირველი 10 წუთიანი რაუნდი იქცა ჯოჯოხეთად. მართალია Rampage-მა ის ვერ დააფინიშა ამ 10 წუთის განმავლობაში, მაგრამ ისეთ ცემა საწყალი იაპონელი, რომ მას ეს რაუნდი სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება. And he escaped every time. Another knee. But this is a very good position for what he just took it up.
რაუნდში რემპეიჯმა პირველივე წამებზე უმაგრესი გდება შეასრულა და უმოწყალოდ დააფინიშა მინოვა მიწაზე. იაპონელი ვერ შეეგუა მარცხს და დამმული ძაღლივით ყეფა დაუწყო მგელს, მაგრამ როგორც იტყვიან ძაღლი ყებს, ქარავანი მიდის. In control. Go for the bump again. And it's over. Lashley caught him flush. And Naito hits the pump. And that one unstoppable force there with Quinton Rampage Jack. Naito hits the pump. Manoa. 2004 წლის 20 ივნის თავის დაბადების დღეზე რემპეიჯი ხვდება რიკარდო არონას. არონა ითვლებოდა ძლიერ მოჭიდავედ და თავის კარიერაში მაგ მომენტისათვის 9 შეხვედრიდან 8 გამარჯვება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ის ერთი მარცხიც იყო ფიოდორ ემელიანიკოსთან და ისიც მსაჯების გადაწყვეტილებით. როგორც იყო მოსალოდნელი, არონა ცდილობდა მიწაზე ბრძოლას, მაგრამ რემპეიჯი თავიდან მას არ მიყვებოდა პარტერში, თუმცა ბოლოს შეხვედრა მაინც მიწაზე გაგრძელდა, სადაც რიკარდომ ერთი დამაზიანებელი დარტყმა გაუტარა კვინტონს და წარბი გაუხია. და აი მე-7 წუთზე ჯექსონი ახერხებს არონას აყვანას და უმაგრესი სლემით ისე ახეთქებს მიწაზე, რომ იმ მომენტში რიკარდომ კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. არონა მართლა დამტანჯა თავისი ქიქებით. ის მართლა ძლიერი მებრძოლია, როდესაც მან პარტერში ქუსლი მტენა ყბაში. მე მას სპეციალურად ჩავეხუტე ძალები, რომ აღმედგინა. ამ დროს მესმის, როგორ ეუბნება რიკარდომ საჭს, რომ მე გათიშული ვარ. ამ სიტყვებამ მაგრად გამაბრაზა და გაბრაზებული კი მე თვითონ მეშინია ჩემი თავის. მაგ დროს კონტროლი დავკარგე საკუთარ თავზე, ავწია არონა და დავახეთქე. მას თავი ცოტა სხვა პოზიციაში რო ქონოდა, ის უეჭველი დაიბრიდებოდა. ღმერთს უხდი მადლობას, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. ამ ეფექტური ფინიშით რემპეიჯმა კიდევ ერთხელ მოიპოვა ბრძოლა ვანდერლე სილვაზე, ოღონდ ეს იქნებოდა ახლა ტიტულზე, ქამარზე ბრძოლა. მოკლედ ვანდერლე იყო ჩვენი გადაცემის გმირის კრიპტონიტი. მარტო ის უგებდა ამ პრაიჩი და ეს ბრძოლა ისეთი ეფექტური იყო, თავიდან რემპეიჯი ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ ბოლოს ვანდერლე სილვამ ის გათიშა. ამ ყველაფერზე ვიდეოში კი მაქვს ვანდერლე სილვაზე ახსნილი, მაგრამ ეს ისეთი ეფექტური ფინიში იყო, რომ მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ ამ ფინიშს. ასეთი მარცხის მერე რემპეიჯი ფლატხოძე ვერ იყო რამოდენიმე თვე, მან ჩაატარა ერთი ბრძოლა მურილიო რუასთან, სადაც მოიგო მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, მერე შეხვდა ამ მურილიოს ალალ ძმას და წააგო ნოკაუტით. ამის მერე ჯექსონმა 6 თვიანი დასვენება აიღო, აღიდგინა ძალები და თავის კარიერაში ყველაზე მაგარ ფორმაში ჩავიდა ისევ იაპონიაში, იაპონელი ქალების დასაპყრობად და კაცების გასანადგურებლად. 2005 წლის 23 ოქტომბერს ჯექსონი შეხვდა იაპონელ ჰიროტაკა იოკოის. რაუნდის დასაწყისშივე იაპონელი დაუწვა რემპეიჯს იმის იმედით, რომ პარტერში ის რაიმე ილედზე გავიდოდა, მაგრამ ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა. ჯექსონმა თავისი მეტოქე მიწაზე უმოწყალოდ ცემა, ზუსტად 4 წუთში იაპონელი ნოკაუტში აღმოჩნდა. To defend himself, and now Jackson goes. So he has to watch out there, but he's doing a phenomenal job. And the start, and then Jackson. He is back into Jackson. Minutes and 5 seconds. Defeat Killer on him and race. What an awesome display of power by Quinton. Wow. Look at him. 2006 წელს კვინტონ ჯექსონმა თავისი ბოლო ბრძოლა გამართა პრაიჩში, სადაც შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. შემდეგ ამავე წელს გადაწყვეტილებით სხვა პრომოუშენში მოუგო შეხვედრა მეტ ლინდლერს და 2007 წელს გააფორმა კონტრაქტი UFC-სთან. And now, this fight is 3 rounds in the UFC light heavyweight division. 4 თებერვალს რემპეიჯ ჯექსონი თავის სადებიუტო ბრძოლაში UFC-ში იდგა მარვინ ისტმანის წინააღმდეგ. ეს სპორტსმენები ერთმანეთს 2000 წელს შეხვდნენ ჯექსონის კარიერის დასაწყისში. მაგ დროს მარვინმა ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, მაგრამ ეხლა მის წინაშე იდგა გამოცდილი მგელი, რომელიც ნამდვილად არ აპირებდა UFC-ში თავისი პირველი ბრძოლის საგებას. კვინტონმა ჯერ პირველ რაუნდში კარგად დაღეჭა თავისი მეტოქე და მერე მეორე რაუნდში ის მაქსიმალურად უმოწყალოდ დაანოკაუტა, რითიც მოიპოვა UFC-ში სატიტულო ბრძოლა მოქმედ ჩემპიონთან ჩაკ ლიდელთან. Rampage
მას გახსოვთ, რომ ეს მებრძოლები ერთმანეთს 2003 წელს შეხვდნენ პრაიდის გრან-პრის ნახევარფინალში, სადაც რემპეიჯმა დაანოკაუტა ლიდელი. ამ მარცხის მერე ჩაკ ლიდელი გახდა ნამდვილი მონსტრი. ის დაუბრუნდა თუ არა UFC-ს ეგრევე დაანოკაუტა ტიტო ორტისი. შემდეგ ერთი დარტყმით მოკლა ვერონ ვაითი. ბრუტალურად დაანოკაუტა რენდი კუტური და გახდა UFC-ს ჩემპიონი. თავის პირველი ტიტულის დაცვაში დაანოკაუტა ჯერემი ჰორნი. That was it. Very intelligent. He realized he was badly hurt. The Iceman! შემდეგ მეორეჯერ შეხვდა რენდი კუტურს სარევანშო ბრძოლით, სადაც დაიცვა თავისი კამარი და კიდევ ერთხელ დაანოკაუტა ის. By TKO and still the undisputed UFC. ჩაკ ლიდელმა თავისი კამრის მესამეჯერ დაცვის დროს დაანოკაუტა რენატო სობრალი. Against Liddell. Quick hands by Babalu early. Liddell retreats. Liddell with an uppercut. To be okay though. Oh, he's hurt him again. Could be over. The action. Wow, Babalu is in big trouble. We saw the big right hand. Team up is Liddell. Unbelievable. He catches that right hand. He catches an uppercut. Right? Bing! Rocked and out of it. That after Big John McCarthy stops it, he thinks he's fighting Big John. Heavyweight champion. და ბოლოს სარევანშო ბრძოლით კამრის დაცვაზე მეორეჯერ შეხვდა ტიტო ორტის და მეორეჯერაც დაანოკაუტა ის. Tito transfer. Chuck comes around the top. Chuck looking to crawl. Tito back down. Still a minute to go. He survived here. He's got to move his arms mostly. He's not hurting him. But Tito has to move. იმ დროს ჩაკ ლიდელზე პოპულარული UFC-ში არავინ იყო. პრაიჩი ჯექსონთან მარცხის მერე მან ყველა შეხვედრა მოიგო, გახდა UFC-ს ჩემპიონი, 4-ჯერ დაიცვა თავისი კამარი და რაც მთავარია, ამ საჩემპიონო გზაზე 7 მებრძოლის ზედზე დაანოკაუტა. და 2007 წლის 27 მაისს ჩაკ ლიდელი დახვდა ოქტაგონში კვინტონ ჯექსონს თავისი სისხლით და ოფლით მოპოვებული კამრის დასაცავად. მე მას მესამე რაუნდში დავანოკაუტებ. ჩაკი ვერ გაცდება მესამე რაუნდს. ჩემი დანოკაუტება მესამე რაუნდში ძნელი იქნება, რადგან მე შენს გათიშვას პირველ რაუნდში ვაპირებ. ვიცი მას ჩემი არეშინია. უყვარს ჭუბი და მზად არის ჩახაობისთვის. ეს ომი იქნება. მე 7 კაცი დავანოკაუტებ და ეს იქნება მერვე. როცა დრო მოვამე დავამსხვრევ ყინულს. ხო ხდები, ჩემი საქმიანობა არის ყინულის დამსხვრევა. It's time! I want you to touch gloves, fight clean, fight hard, fight fair, step back, let's get this going. და ომი დაიწყო. რაუნდის დასაწყისში სპორტსმენები ძალიან ფრთხილობდნენ. ყველა ხვდებოდა, რომ ერთი შეცდომა შეიძლება და ნოკაუტით დასრულებულიყო. მეორე წუთის ბოლოს რემპეიჯ ჯექსონმა მოულოდნელად უძლიერესი ხუკი გაისროლა და ყველაფერი იმ წამსვე დასრულდა.
ოქტაგონზე ყველასათვის მოულოდნელად ამოდის პრაიდის მოქმედი ჩემპიონი და პარალელურად პრაიდის გრან-პრის გამარჯვებული დენ ჰენდერსონი. ეს საქციელი მხოლოდ ერთს ნიშნავდა: კვინტონ ჯექსონი თავის ტიტულს დაიცავდა პრაიდის კაცსჭამიასთან, რომელიც იყო თავის კარიერაში საუკეთესო ფორმაში. მებრძოლები ერთმანეთს გულიანად ჩაეხუტნენ, ისინი პრაიდშიც მეგობრობდნენ, ამიტომ აქ ჩვენ ვერ ვნახავდით უპატივცემულობას. Y'all heard him. He gonna take the teeth out later. Hey, whoop up on my friends now. Now you guys are good friends. რაც არ უნდა კარგ ურთიერთობაში ყოფილიყვნენ მებრძოლები, ამ ქამრის დაცვა რემპეიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჰენდერსონმა ბოლო ბრძოლაში დაანოკაუტა და წაართვა ქამარი ვანდერლეი სილვას. სწორედ იმ სილვას, რომლის გულისთვისაც კვინტონ ჯექსონს არ მიეცა შესაძლებლობა პრაიდში გამხდარიყო ჩემპიონი. UFC-ს ივენთის სახელწოდებით ჩემპიონის წინააღმდეგ დაიწყო. ეს შეხვედრა არ დასრულდა ფინიშით. სპორტსმენებმა 5 რაუნდი იჩხუბეს. საჯების ბარათებზე პირველი რაუნდი ჰენდერსონმა მოიგო, დანარჩენი 4 რაუნდი რემპეიჯმა. და აი ასე მაქსიმალურად ჰუმანურად კვინტონ ჯექსონმა თავისი ტიტული დაიცვა თავის მეგობართან. And still, the UFC Light Heavyweight Champion of the World, ამ გამარჯვების მერე ჩვენი გადაცემის გმირი ტიტულის დაცვით 2008 წელს შეხვდა ფორესტ გრიფინს, 5 რაუნდის განმავლობაში იჩხუბეს მოკლედ მებრძოლებმა და საჯების გადაწყვეტილებით რემპეიჯმა წააგო ეს შეხვედრა და ნერვებზე ათხრილმა მან ისეთი უკანონო საქციელი ჩაიდინა, რომ ჩვენი გადაცემის გმირი დაიჭირეს. ჯექსონი თავის პიკაპს მართავდა, რომელზეც თვითონ იყო გამოსახული. პოლიციამ შეამჩნია, რომ მას საბურავი ჰქონდა დაშვებული თხოვა გაჩერება, მაგრამ ჩემპიონი არ დაემორჩილა სამართალდამცავებს და ჩააჭირა გაზს. ექსპერტიზის თანახმად მის სისხლში არც ალკოჰოლი და არც აკრძალული პრეპარატები არ იყო აღმოჩენილი. თუმცა ის გაასამართლეს რამოდენიმე ბრალდებით, რის გამოც მას ემუქრებოდა 3 წლამდე პატიმრობა. მაგრამ დანა ვაითის ადვოკატმა დაამტკიცა, რომ ის აფექტის მდგომარეობაში იყო და სასამართლომ ჯექსონს პირობითი მისცა და დაუნიშნა ფსიქიატრიულში სავალდებულო რეაბილიტაცია. რემპეიჯს 1 წლის შემდეგ ყველა ბრალდება მოეხსნა. სანამ ის ვერ გადიოდა ოქტაგონში, უსაქმურობისგან დაიწყო მსახიობობა. Life is like a box of chocolates. Wanderlei, the ex-murderer, Silva! და UFC-მ კვინტონ ჯექსონს საჩუქარი გაუკეთა ვანდერლეი სილვას სახით. ყველას გვახსოვს, რომ პრაიდში რემპეიჯს ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო ჩემპიონი და ორჯერვე მას ამის შანსი სილვამ წაართვა. თან წაართვა მაქსიმალურად ბრუტალურ მანერაში. 2008 წლის 28 დეკემბერს ორი ნადირი ერთმანეთს კიდევ ერთხელ მესამეჯერ შეხვდნენ. ამ შეხვედრის პირველ 3 წუთში დიდად არაფერი მომხდარა. ჯექსონი ელოდებოდა ხელსაყრელ მომენტს და მან ეს მომენტი იპოვა. მეოთხე წუთზე ერთ-ერთ ცვლაში რემპეიჯმა მარცხენა უძლიერესი ხუკით გათიშა სილვა და სანამ საჯი მოუვარდა, რამოდენიმე დარტყმის დაჭედებაც მოასწრო ბრაზილიელის სახეში. როგორც იქნა კვინტონ ჯექსონმა შური იზია, თუმცა საერთო ჯამში მათ შორის ანგარიში იყო 2-1. სამომავლოდ ეს მებრძოლები კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ რემპეიჯს წინ კიდევ რამოდენიმე შერკინება ელოდა. სილვაზე შურისძიების მერე ჯექსონმა კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო საჯების გადაწყვეტილებით და UFC ახვედრებს ჩვენი გადაცემის გმირს UFC-ს ყოფილ ჩემპიონს რაშად ევანსს. მაგრამ იქამდე ეს ორი მებრძოლი იღებს მონაწილეობას UFC-ს რეალიტი შოუში The Ultimate Fighter-ში, სადაც რემპეიჯმა ევანსს გადაუარა თავისი ტრეშ-თოკით. ჯერ მაგის გუნდელებს ეღადავებოდა სულ ყველას, თვითონ ამ ევანსს ეიაზებოდა და მოკლედ ეს გადაცემა თავიდან ბოლომდე უნდა უყურო, რომ ისი ამოვნო და იცინო. მაგრამ რამოდენიმე მომენტი თქვენთვის მე ავიღე და გადავთარგმნე. მოდით ვნახოთ. მოემზადე ბრძოლაზე მე შენ გაგტიშავ. შენ ძალიან ნელი ხარ. ასე ფიქრობ? რამდენი შეხვედრა წააგე? რა ვიცი, რამოდენიმე წავაგე, ხო? მე კი მხოლოდ ერთი. შენ ხო სულ ბომჟებს ეჩქუბები. ეხლა შენ ძალიან ტვისტყნა, ვიცოდე პასუხს გაგებინებ. კაი, ხო, შემეშვი.
მაჩიდან რო გაქთიშა რაზე ესაუბრებოდი? მან რამოდენიმე ჯერ მსუბუქად მომარტყა. თევზი ვითხავი ქვიშაში. შენ ბიჭო შიქხომ არა გაქვს. დაი რეალიტი შოუში დადგა დრო მებრძოლების გუნდში არჩევის. კიმბოს დანახვაზე რემპეიჯი გახარებული იყო. არავინი ფიქრობს კიმბოს გუნდში აყვანაზე, ის ჩემია. კიმბოს ვარჯიშიც არ უნდა ისე დაგაძრობთ სახეებს. სალამი ბრო, შენ ჩემს გუნდში იქნები, საერთოდ არაფერზე გექნება სადარდებელი. შენ ვინა ხარ ბიჭო? რა? როი ბიგ კანტრი. შენ უფრო ბიგ ღიპუცა ხარ. Hey, შეხედეთ ამას, ძუძუები აქვს. ჩავწერე, ძუძუები. მე კიმბოს ვირჩევ გუნდში. ნახეთ, ძუძუს ეგონა რომ მასა ვირჩევდი. აბა ძუძუ მანახე რა შეგიძლია. ოღონდ ესენ უხტუნაობ, შენი ძუძუების თანთალი ჩემს ყურადღებას აკარგვინებ. ამაშია მუღამი. მაგარი პასუხი იყო, ბრატ. ხაიცი მე მოვიგებ. კი, მაგრამ ძუძუების შენ ბრძოლას ვერ მოიგებ. ამ ტირს როგორ უშოვეთ მაისური? კი, მე მალე წონას დავიკლებ და შენს დივიზიაში გცემ. ჩემს წონაში რო ჩამოხვიდა, იცი როგორ გამახარებ? ძუძუ იძახის რომ მე მოვიგებს. ეთყობა ფიქრობს რომ მე საუბრით მცემს ან თავისი ძუძუებით. მე ვირჩევს კუნოვერს. ძუძუკა, კეიჯირა. რძე რა ღირს? კეიჯირა. შენ გონია რომ შენი მეშინია? კიდევ ერთხელ მომიახლოვდები და მაგ ძუძუებს ტრაქში გაგიგეთებ. მე გაგაფრთხილე. წარმოიდგინეთ რაშაც რა გაუმართლა. ის თავის ძუძუებზე ანძრევს და აქ გუნდში მას სარიელი ძუძუ ყავს. მალე დახატე მოდიან. ძუძუ, მშვენიერი. კვინტონი ევანსის გუნდის წევრს მიწასთან ასწორებდა, მაგრამ იმის მერე რაც კუნოვერმა პირველი ბრძოლა მოიგო, ჯექსონი მას უფრო პატივისცემით ექცეოდა. კაი, სკუნ, ნუ ბრაზობ, მოდი შევრიგდეთ, შენ კაი ტიპი ხარ. ო, კაი, ძუძუ, დაწყნარდი. მე მეგონა შევრიგდით და ძმაკაცვრა ძუძუები მოუჭყლით. არა და უნდა უხაროდეს. აი ეს უნდა თამაშებდეს თავის ძუძუებს. რემპეიჯი მარტო კუნოვერის ტრეშტოკით არ იყო დაკავებული, ის ყველას აძრობდა სახეს, ვინც ევანსის გუნდში იყო. რანაირად ბაზრობა მოიღე ხმა ბიჭო, ფუ, რა ჩემი სირი გავიგო, ეხლა შენ რას იძახე? ბრიტანული კილო მესმის, მაგრამ ეს ტიპი ისე ლაპარაკობს თითქოს მას პირში რაღაცა აქვს. მე უთხარი, ამოიღე პირიდან ყვერები და ისე მესაუბრე. რა ხდება ბრო, რა მოუვიდა შენ სათუთ მუხლებს? უბრალოდ კი არა. მაშინ მე მოგივლი კარგად რომ იყო. ამასობაში რემპეიჯის გუნდის წევრი კიმბო შეხვდა რაშადის გუნდის წევრს და წააგო. ამის გამო ჯექსონმა ისე გაჭედა რომ ეს კადრები ერთხელ მაინც ყველას ექნება ნანახი. როცა ვჭედავ, მერე სულ მწვენია. აზე არ ვარ დამიშავა ამ კარება. გეიშათ, რატო გაცია ერთი ფეხსაცმელი? იმიტომ რომ მეორეს ტრაქში გაგიკეთებ. მიდი ყვერო წადე. შუაზე გაგხევ ბიჭო. ჰეი, გეიშათ, მოდი აქვე დავცხოთ. ამის დრო მოვა. რა დროს ელოდები აქვე ვდგავარ შენს დაკლიავებულ სახესთან. მიდი გეხვეწები მცემე. სად მიდიხარ რაშად? შენ ახლა კამერაზე და ხალხზე მუშაობ, შემეშვი რა. წარმოიდგინეთ, მანქანაში 5 ქათამი ჩამისვა. ისე კი მარბენინა მაგ ჩარლახმა. ქათმებზე ბევრად სექსუალური სურპრიზი მოუწყე გეიშად საკუთარ ოთახში. ამას რო დაინახავს ის ესე გაინაზება. Okay.
სიტყვით ტრეშ-ტოკში რემპეიჯმა რაშად ევანს დიდი უპირატესობით მოუგო, მაგრამ აი ბრძოლაზე საჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. სამაგიეროდ ამ წელს რემპეიჯი იღებს მონაწილეობას უმაგრეს ფილმში, რომელსაც ჰქვია გუნდი A. ამ ფილმისთვის გონი ის საერთოდ არ ემზადებოდა, რადგან მან აქ თავისი თავი ითამაშა და თან ძალიან ბუნებრივად. ვისაც არ უნახია ეს ფილმი, მე გირჩევთ, კაი კაცური მზაბსიუჟეტიანი ფილმია თავისი უმაგრესი იუმორით. სახიობობის მერე რემპეიჯი შეხვდა UFC-ს ყოფილ ჩემპიონს ლიოტო მაჩიდას და 3 რაუნდიან ბრძოლაში მოიგო ეს შეხვედრა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით. ამის მერე ჯექსონი მეტ ჰემილს შეხვდა და მსაჯების ერთწლოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა გამარჯვება. ამ გამარჯვების სერიით რემპეიჯმა კიდევ ერთხელ მოიპოვა სატიტულო ბრძოლა. ოღონდ ამჯერად ის მართლა უშანსოთ იყო, რადგან ის უნდა შეხვედროდა ამ სპორტის ლეგენდას, ჯონ ჯონს. მაგ მომენტისათვის ჯონსი დაუმარცხებლად 14 გამარჯვებით ზედიზედ მოდიოდა. მოიპოვა UFC-ს კამარი, სადაც დაანოკაუტო მორიციო რუა და ეს იყო მისი პირველი ტიტულის დაცვა ჯექსონთან. Belt, be given your instructions. Expect a clean fight. Play my commands all times. წლების მერე ჯონსი ამ შეხვედრაზე იტყვის, რომ ის პირველად იყო შეშინებული. ჯექსონი მისი საყვარელი მებრძოლი იყო და კომპიუტერულ UFC-ს თამაშებში ის ყოველთვის სათამაშოდ ირჩევდა რემპეიჯს. ასევე ჯონსმა თქვა, რომ ის ამ შეხვედრისთვის ძალიან სერიოზულად ემზადებოდა. მან კვინტონის პრაისში ბრძოლის ყველა წუთი და წამი შეისწავლა. ასევე იძახის, რომ დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, მაგრამ მაინც ეშინოდა და სტერდაუნში, როცა რემპეიჯი მიტრიალდა ღადაობით, ამ ფსიქოლოგიურ ხრიკმა ისე იმოქმედა მასზე, რომ მომავალში ჯონსიც დაიწყებს ამ ხრიკის გამოყენებას. და ეს ისტორიული შეხვედრა დაიწყო. სტერდაუნზე ჯონსი ისეთი შეშინებული იყო, რომ რემპეიჯს ვერ შეხედა თვალებში. ჯონსმა ეს რაუნდი მაიმუნის სტილში დაიწყო. 24 წლის ბიჭუნამ ყოფილი ჩემპიონი ბადესთან კლინჩში დაითრია და 2 წუთის განმავლობაში არ უშვებდა. სადაც ახერხებდა მისი მუხლებით დაცხრილვა, სახეში დარტყმებს და ერთ მომენტში მისი დახრჩობაც კი განიცრახა. ჯონსის სტრატეგიის შემდეგი ეტაპი იყო რემპეიჯის დაზიანება დისტანციაზე. მან თავისი საშიში ქიქებით დაუზიანა ჯექსონს ფეხები და ისევ შეუვარდა კლინჩში, სადაც გამოსვლის დროს ძალიან ეფექტურად ბრუნში იდაყვი გაუტარა სახეში. რემპეიჯი უძლური იყო. რაუნდის ბოლოს ის თითქოს დაიდრა ჩემპიონისკენ, მაგრამ ვერც ერთი დარტყმა ვერ მივიდა ადრესატთან. ეს რაუნდი ჯონსმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი ჯონსმა ისევ დისტანციიდან ფეხების განადგურება დაიწყო, მაგრამ კვინტონი მას ეცა და მოყვა კლინჩში. და აი ჯონსმა ჩართო თავისი უაღრესად საშიშის საიდქიქები მუხლებში. ამ შეხვედრის მერე რემპეიჯი თვეების განმავლობაში მუხლებზე იმკურნალებს. ასეთი ზიანი მას თავის კარიერაში არასდროს მიუღია. ჯონსმა კი ეს რაუნდიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე რაუნდიც თავიდან დისტანციით დაიწყო, მაგრამ შემდგომ ჯონსმა მოახერხა კვინტონის მიწაზე გადაყვანა. ის ფულ მაუნტში დაითრია და დაიწყო იდაყვებით მისი მეთოდურად განადგურება, სადაც მას წარბიც კი გაუხია. ბრძოლა უბრუნდება ოქტაგონის სცენს. ჯონსი ჭკვიანურად ანაწილებს თავის დარტყმებს, კორპუსი, თავი, ფეხები. ის ნამდვილად ამ სპორტის ნომერ 1 მოჭადრაკეა, რომელსაც ყოველთვის აქვს სტრატეგია და ის მას ბოლომდე მიყვება. ამ ბრძოლის მესამე მონაკვეთიც ჯონსმა თავის სასარგებლოდ დაასრულა და გაუშვა კვინტონი დაზიანებული მუხლებით 1 წუთიან შესვენებაზე. მეოთხე რაუნდში რემპეიჯი ჩანდა, რომ ძალიან დაღეჭილი გავიდა ოქტაგონში. საინტერესო იქნებოდა ამ შეხვედრის ყურება, როდესაც კვინტონი თავის საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ ამ დღეს ის განადგურებული იყო. ჯონსმა პირველივე წუთზე გადაიყვანა ის მიწაზე და დაახრჩო. ამ დღის მერე, როგორც ჯონსი იძახის, მას აღარასდროს ჰქონია მეტოქის მიმართ შიში და დღემდე მას არც ერთი შერკინება არ წაუგია და არის მოქმედი ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში. ბრძოლის მერე ინტერვიუში რემპეიჯი იტყვის, რომ ასეთი ჭუჭყიანი მებრძოლი როგორც ჯონსი არ არსებობს. ციტირებ მის სიტყვებს: თუ შენ რაიმე გამოგდის, ჯონსი ან თვალებში თითებს ჩაგთხრის, ან საიდქიქებით მუხლებს გაგინადგურებს, მაგრამ თავისას ის მაინც მიაღწევს. თუმცა მე ვთვლი, რომ ჯონსი ამ ხრიკების გარეშეც ნებისმიერს დაამარცხებს. 6 თვის მერე რემპეიჯი დაბრუნდა ოქტაგონში, მაგრამ ჩანდა, რომ ის ძველი მგელი აღარ არის. მან ჯერ 2012 წელს საჯების გადაწყვეტილებით შეხვედრა წააგო რაიან ბეიდერთან, მერე 2013-ში წააგო ისევ საჯების გადაწყვეტილებით გლოვერ ტეიშეირასთან და ამით დაასრულა თავისი კარიერა UFC-ში. 2013 წელს ბებერი მგელი უბრუნდება MMA-ის ბელატორის კონტრაქტით. ბელატორში რემპეიჯმა პირველი 2 შეხვედრა ნოკაუტით მოიგო.
2016 წელს კვინტონი დაბრუნდა ბელატორში, ოღონდ ამჯერად მძიმე წონაში და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო შეხვედრა სატოში იშის. შემდეგ ერთი ბრძოლა წააგო გადაწყვეტილებით და შეხვდა ჩელსონენს. ჩელსონენი მან დაანოკაუტა, თუმცა ამის მერე მას იარაღს ესვრიან და ის მოკვდება. ფილმში კი მან მოუგო სონენს, მაგრამ რეალურ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. 2018 წლის 29 სექტემბერს ორი ბებერი მგელი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. კვინტონ ჯექსონმა მეორე რაუნდში კიდევ ერთხელ იძია შური ვანდერლეი სილვასთან და დაანოკაუტა ის. ამ სპორტსმენებს შორის ანგარიში დასრულდა 2-2. And a great sign of respect and sportsmanship icons. They're already talking about a rubber match. სილვასთან გამარჯვების შემდეგ რემპეიჯმა დაასრულა კარიერა. თუმცა ბელატორმა მას იაპონიაში დაბრუნება შესთავაზა, სადაც ის შეხვდებოდა ამ სპორტის ბებერ ლეგენდას ფეოდორ ემელიანენკოს. შეხვედრის წინ მებრძოლები ერთმანეთს დიდი პატივისცემით ექცეოდნენ. პრესკონფერენციაზე ჯექსონმა თქვა, რომ ემელიანენკო მისი საყვარელი სპორტსმენია და ის ფეოდორისგან მთელი ცხოვრება ცდილობდა მაგალითის აღებას. ემელიანენკოს და რემპეიჯის შეხვედრა პირველივე რაუნდში ამერიკელის ნოკაუტით დასრულდა, რითიც კვინტონ რემპეიჯ ჯექსონმა დაასრულა თავისი კარიერა. Rampage about where he's going to attack. Big shot. And it is over. Big shot. ჯექსონი პენსიაზეც ძალიან აქტიურია. ის თავის თამაშების არხს ანვითარებს. მას რეგულარულად იღებენ მუსიკალურ კლიპებში და მაღალ ბიუჯეტიან ფილმებში. ასევე კვინტონი ეხმარება თავის შვილს ბრძოლებისთვის მზადებაში. რემპეიჯის პოდკასტი კი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხი MMA სფეროში, სადაც მასთან სალაკლაკოთ ამ სპორტის ყველა ვარსკვლავის სიამოვნებით მიდის. ღადაობა ჯექსონის სტილია, მაგალითად ამ ვიდეოში ის ბობ საფთან ერთად აი ასე ერთობა პენსიაზე. დღეისათვის სულ ეს იყო, ვისაც უნდა არხის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა, ორი რაღაცა უნდა გააკეთოთ. ერთი დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ხო კომენტარებში დაწერეთ, ვის იყო ნერვები ამ ვიდეოს ბოლომდე ყურების. მოკლედ მე ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.